ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი თანამშრომლების წინა სასამართლოს სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორის მოუმზადებლობის გამო გადაიდო. სხდომის გადადებასთან დაკავშირებით სხვა ვარაუდი აქვთ ბრალდებულებს. კობა ხარჩილაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. პარალელურად კი საქალაქო სასამართლოში ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინა სასამართლოს სხდომაც მიმდინარეობს, რომელიც საქმიდან ცალკე წარმოებაშია გამოყოფილი. ბელა ზაქაიძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი თანამშრომლების კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაზამიას სასამართლოს სხდომის გადადების მიზეზი პროკურორ მალხაზ კაპანაძის შუამდგომლობა გახდა, როგორც პროკურორმა განაცხადა, იგი ამ საქმეში ახალი ჩართულია, შესაბამისად საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად მოითხოვა მოსამართლისგან, რომ პროცესი გადადებულიყო რამდენიმე დღით. პროკურორის განმარტებით საქმის ძირითადი პროკურორი რევაზ ნადოი პარალელურ სასამართლო პროცესს ესწრებოდა, როგორც მოგეხსენებათ ლევან ჩაჩუას ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმე არის გამოყოფილი ცალკე წარმოება, რამდენიმე დღის წინ გამოეყო ეს საქმე ზურაბ ჟვანიას საქმეში ბრალდებულების საქმიდან ცალკე წარმოება და ამ საქმის ძირითადი პროკურორი სწორედ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე გამოდიოდა. შესაბამისად ძაძამია ხარშილაძის პროცესზე იყო მალხაზ კაპანაძე, რომელიც საქმის მასალებს არ იცნობდა და მოსამართლისგან სწორედ რამდენიმე დღიანი ვადის მიცემა საქმის მასალების გასაცნობად ითხოვა. პროკურორის შუამდგომლობა კობა ხარშილაძემ გააპროტესტა, როგორც ბრალდებულმა განაცხადა, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საქმის გამოძიება და პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები არ მოუპოვებია მათ წინააღმდეგ. მზად არ არის პროკურატურა, რომ საბრალდებო დასკვნა ბრალდებულების წინააღმდეგ წარმოადგინოს. წინა ტექნიკურ ხეს დასტურება პროკურატურა ელემენტარულად პარალიზაციის გამოუვლის და წარმოებას საბრალდებო მაგნიშნულ საქმეს ასევე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა წინა სასამართლოს სხდომის თარიღები დაემთხვა, ისე მოხდა, რომ სახელმწიფო ბრალდება გამოდის ახლა იმ დარბაზში, სადაც მიმდინარეობს ლევან ჩაჩუას ბრალდების საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა. დღევანდელი სხდომა გადაიდო გონივრული ვადით იმისთვის, რომ საქმეზე გამოსვლა პროკურორმა სრულად შეძლო მხარდაჭერა ბრალდებაზე. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და სხდომა 30 სექტემბრისთვის გადადო. პროკურორს ზუსტად 8 დღიანი ვადა მიეცა საქმის მასალების გასაცნობად. სანამ სხდომის გადადების გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა, მანამდე ადვოკატები გეგმავდნენ, რომ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე წარედგინათ მტკიცებულებები, ასევე მოეთხოვათ პროკურატურის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა. კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავდა, რომ ჟვანია დაცვის გარეშე ხშირად დადიოდა, დაცვის უფროსის წერილებიც კი ამოიღო, მოიპოვა ეს მტკიცებულებები, სადაც დაცვის უფროსი მიუთითებდა, რომ გამოეყენებინა ზურაბ ჟვანიას დაცვა და მან არ უწოდა გასაკვირი, რომ იმ კონკრეტულ ღამეს ზურაბ ჟვანია ესკორტის გარეშე იმყოფებოდა. რაც შეეხება ძაძამიას ადვოკატს, მან განაცხადა, რომ უკანონობა არის სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ძაძამიას დაკავება, ვინაიდან იმ მომენტში ძაძამია სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი არ იყო მორიგე და არ იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ქვეშ. ჩვენ ვაყენებთ რამოდენიმე, ერთ-ერთი მათგანია მისთვის აღკვეთი ღონისძიების შესვლა, პატიმრობის შესვლა გირაოს სახით. ვაყენებთ 5000 ლარის გირაოს შესვლით შუამდგომლობას. მიხეილ ძაძამია იმ დღეს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იგი არ იყო მორიგე, არ იყო ცოლაში, იგი ცვლის უფროსი იყო, მისი ცვლა არ მუშაობდა. მას არ ჰქონდა იარაღი, მას არ ჰქონდა რაცია, კავშირის საშუალება, ასე რომ იგი მოვალეობას არ ასრულებდა და ამიტომ ადამიანი თუ არ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როგორ შეიძლება გურგულობა დააბრალო. მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანი არის ის, თუ რატომ იყო ბატონი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი იმ დღეს თქვათ ექსკორტის გარეშეან უშუალოდ იმ რაოდენობით დაცვის გარეშე, როგორც ეს ჩვეულებრივ დასაცავი პირის გადაადგილებისაც ხდება. ეს რომ იყო დადგენილი ტრადიცია და დადგენილი პრაქტიკა მოცემული პირის დაცვასთან დაკავშირებით, შესაბამისი დამამტკიცებელი, ამის დამადასტურებელი გამოკითხვის ოქმები გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსი წერდა ზურაბ ჟვანიას, რომ დაემორჩილოს დაცვის მოთხოვნებს და კანონმდებლობის შესაბამისად მიცეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება.
ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დანაშაულს არ აღიარებენ, მათ ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩიჩუას საქმეს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს წინა სასამართლოს ხდომა. სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოითხოვენ ლევან ჩიჩუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და შესაბამისი შუამდგომლობის დაყენებას.